აი არა აცხადებს გიორგი თარგამაძის ბიზნესზე მეტი რეიტინგი აქვს და ხალხი ეკითხება კი მაგრამ ვინ გამოკითხა ეგეთი შედეგი რომ მიიღეო და აი არა პასუხობს უბრალო გამვლელ გამოვლელები გამოკითხა და ასე მიპასუხესო და მე ესე იგი ტოტიდან ტოტზე გადასკუპნენო აი არა ის შეკითხვაზე მაღალმა რომ კენჭი არ იყავოს ხმას ვის მიცემთო მოსახლეობის 87% პასუხობს ღმერთმა არ კნასო კაცო საღამო მშვიდობისას თქვენს ტელე და რადიო ყუთებშია ყოველდღიური გადაცემა ყოველდღიური აპები ვასიკო ოდიშვილისგან და მე გადაცემის სამყარო ვასიკო ოდიშვილი გახლავართ. საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა იგივე IRI-მ კიდევ ერთი ამ მთავრობის მხარდამჭერი გამოკითხვინგი ჩაატარა და უცნაური შედეგებიც დადო. საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი ახალი კვლევის შედეგებს აქვეყნებს. შეერთებული შტატების მიერ დაფინანსებული გამოკითხვა საქართველოში 20 მარტიდან 6 აპრილამდე ჩატარდა. კვლევის შედეგები პარტიების რეიტინგს, მოსახლეობის დამოკიდებულებას, ქვეყნის პოლიტიკის მიმართ, მოქალაქეების ნდობას სხვადასხვა ინსტიტუციის მიმართ და სხვა საკითხებს ასახავს. შემდეგ კვირას რომ ტარდებოდეს საპრეზიდენტო არჩევნები, რომელ კანდიდატს დაუჭერდით მხარს. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი 37%, ბიძინა ივანიშვილი 19%, ხოლო გიორგი თარგამაძე 10%. არა ახლა სულელურ გამოკითხვებს რომ ატარებენ ეს ეგრეთ წოდებული ამერიკული კვლევითი ორგანიზაციები კი ვიცოდი, მაგრამ ასეთი სისულელი რომ იყო ნამდვილად არ წარმომედგინა. ახლა ვიაგესნით რაშია საქმე. ესე იგი, კითხვა ასე ჟღერს. შემდეგ კვირას რომ საპრეზიდენტო არჩევნები იმართებოდეს, რომელ კანდიდატს მისცემდით ხმას? პასუხები ასე გადანაწილდა: ერთიანი ნაციონალური მოძრაობა 37%, ბიძინა ივანიშვილი 19% და გიორგი თარგამაძე 10%. მოიცა კაცო, ნაციონალებს კანდიდატი ჯერ არ დაუყენებიათ და მაინც ყველაზე მეტი ხმა როგორ აქვთ კაცო? იქნებ აკომინაშვილმა უნდა იყაროს კენჭი ან გოკა გაბაშვილმა ან სულაც ნუგზარ ციკლაურმა. ამ შემთხვევაშიც ყველაზე მაღალი პროცენტი ექნება ნაციონალებს. საზოგადოების ახლა ისეთი ნდობა აქვს მაგათ პრინციპში რომ ვინც არ უნდა დააყენონ კანდიდატად სხვა დანარჩენ კანდიდატებს აჯობებს ახლა ხო თუ როგორ არის ხო ისე პრინციპში მართალიც არის ნაციონალებმა თავი ისე შეგვაყარეს რომ ნუგზარა ციკლაური კი არა თვით ვალოდია ქართველ ყლაპიაც რომ დააყენონ კანდიდატად მაინც ის გაიმარჯვებს კაცო კი ფოთელებო რა ყურები ჩამოგიღრიათ კაცო ცოტა არხეინად იყავით აგერ ჩემი მაღალი ჩამოსულა თქვენთან ორი ამბავი აქვს სათქმელი და ორივე კარგი მე მინდა რომ ეს იყოს დიდი საწარმოების ქალაქი. მე მინდა ეს იყოს განვითარდეს ის სავაჭრო შესაძლებლობა, რომელიც როცა ჩვენ ლაპარაკობთ ლაზიკის განვითარებას. ეს ის კი არა ფოთიდან სალმე სხვა კაც პირიქით. ლაზიკა ეს არის ფოთის გაგრძელება. რაც მეტი ფული ჩაიდება ინფრასტრუქტურაში, მშენებლობაში, ახალ საწარმოების შექმნაში. ვინ უნდა იმუშაოს ლაზიკაში? ვინ უნდა მიიღოს შემოსავალი? რა თქმა უნდა, პირველ რიგში ფოთელება, იმიტომ რომ ყველაზე ახლო ამ მშენებლობასთან არის ფოთი და ეს არის ერთი კომპლექსი. ეს რა ჟრიამული მესმის აგერ თურმე ფოთელები მიიჩქარიან ლაზიკაში ბედის საძიებლად იქ მათ უკეთესი მომავალი ელით აბა იქით რა ბრდღვიალებს ეს ხომ ჩემი ლაზიკაა განათებული და დამშვენებული მთელ მსოფლიოში ყველაზე მაგარი ქალაქი აგერ ქალაქის მთავარ მოედანზე არაბი ინვესტორები მოსეირნებონ და ისა ინვესტიციებს დებენ ტროტუარებს რა საოცრებაა ხალხო ნეტად სალით-თვალით მაინც განახან ცქერით ვერ გაძღებოდით კაც ლაზიკა რეალური ხორცშესხმული ქალაქია უზარმაზარი ცათამბჯენები და ულამაზესი ქუჩები აგერ ოლიმპიადაც ტარდება ლაზიკა 2012-ში. ლაზიკის მშვენიერებით აქტოვანებულმა საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა ლონდონს მოულოდნელად ჩამოართვა ოლიმპიადის ჩატარების უღლება და უმშვენიერეს ლაზიკას გადასცა. დაუჯერებელია, მაგრამ ან ეს შეძლო. თავად კი კოსმოსში გაფრინდა სხვა ცივილიზაციის აღმოსაჩენა. შერონ სტოუნმა ლაზიკაში ბინა შეიძინა. ლაზიკამ მოსკოვს გაზი გადაუკეტა. რა? თქვენ ვერ ხედავთ ძვირფასო ტელემაყურებლებო? ეგ იმიტომ რომ თქვენი ხრუშჩოვკებიდან არ ჩანს, თორემ განამართა იგონებს და თაღლითობს, კაცო. აი მე და ჩემი მაღალი კი ვხედავთ, იმიტომ რომ ორივეს ყველაფერი რიგზე გვაქვს, ხო? ფოთელებო, თქვენ კიდევ დაირაზმეთ ახლა. თუ ფოჩი არ გქონდათ დალხენილი ცხოვრება, ლაზიკაში მაინც გავიხარებთ ერთად, ხო? აბა, შევახტეთ ახლა ლაზიკის მატარებას და წავიდეთ ლაზიკაში. ჭირი იქა, ლხინი აქა. ჩემ მაღალთან შეხვედრებზე ხალხი ავტობუსებით დაყავთ? რა სისულელია, კაცო. ეს ალბათ ახალ გაგვიძებულ კუკავას მოუვიდა აზრად, ან ვიღაცა თავგაციებულს, კაცო. ვის დაკვეთას ასრულებთ ამ შემთხვევაში? კონკრეტული ორგანიზაციის თუ ხელისუფლების? სად მიბრძანდებით? ვინ გთხოვათ წასვლა? Просто
ხარ გვირეკეს და გავაფრთხილეს რომ მოდისო და თუ შეგიძლია და წამოწადე და შეგვიძლია და მივდივართ. და რომელ სამსახურს წარმოადგენთ? ინფრასტრუქტურა და სულთავება. სამუშაო საათის დროს რომ სამსახურში არ იქნებით, რაიმე პრობლემები არ შეგექმნებათ? დიახ, თურმე დაყავს. და ძალიან კარგი და პრაქტიკულიცაა, ხო? შენი ტელევიზია, შენი პარლამენტი, შენი პოლიცია, შენი სასამართლო და ბარემ შენი მეტაშეებიც იყოლია, კაცო, ხო? პლუს ამას ბონუსის სახით შენი მაჟორიტარი დეპუტატები, ხო? ანუ ყველა პირობა შექმნილია ქვეყანაში, რომ დემოკრატიული პროცესები წინ მიდიოდეს და ყოველი მეორე უცხოელი დელეგატი იძახდეს წინ მიიწევდა პროგრესი თვალშისაცემია. არა დემოკრატიული იქნებოდა ეხლა ამ მეტაშეებს, რომ აიძულებდნენ დღეში 12 საათი ტაში ეკრან. ჩრდილო კორეა ხო არ ვარ, კაცო, 12 საათი უკრა ტაში და მთავარსარდალს ვდიოთ კუჩი, კაცო. არამც და არამც არ იზამენ ამას, არა. თუ რა თქმა უნდა გარკვეულ გამორჩენას არ მიიღებენ. რა ამბავია კაცო 12 საათიანი ტაში. მათ როგორც ცივილიზებულ ქვეყნებშია მიიღებული 8 საათიანი სამუშაო დღე აქვს. დაამთავრებს სამუშაოს, დაიხურა ქუდს და წახვალ სახლში. თუ ტაშის კვრას და მიშას ძახილს სინქრონში აღერხებ, საერთოდ ვაუჩერს გაძლევენ კაცო და ხოლო ეხლა ჩემი მაღალის დანახვაზე სიხარულისგან თუ დაუსტვინე და ლოყებით ჩამოიხეკე, ესე იგი გორგასლის ორდენსაც ჩამოკიდებ. აი ესეთი თავისებურია ქართული დემოკრატია ძვირფასო ტელემაყურებელი. ახლა აბების ეთერში რეკლამიცინის მიღების დროა. რეკლამიცინი ჩვენს ეთერში. გულანთებული მეტაშეებით დატვირთული საკრალური ავტობუსები დაქრიან საქართველოს ტერიტორიაზე, რათა რევოლუციის ცეცხლი არ განევლეს. მეტაშეები უკრავენ ტაშს, აკეთებენ ორმაგ მალაკს და გადადიან ხიდზე. დაუკარი, რომ ჩემს მაღალს ელდაეცეს. წინა საარჩევნოდ სპეციალურად საქართველოში ამერიკიდან ჩამოვიდა კლევინგ კომპანია. კვლევა ჩატარდა ყველა მიმართულებით. კითხვები ასე ჟღერდა: ხვალ რომ გაწამონ რომელ პოლიტიკურ ლიდერს მისცემდით ხმას? ხვალ რომ გულმა დაგატყათ და გარდაიცვალოთ, საიქიოდან რომელ ლიდერს დაუჭერთ მხარს? ხვალ რომ ირან-ისრაელის ომი დაიწყოს, რომელ პარტიას დაუჭერთ მხარს? გამოკითხვაში ლიდერობს ჩემი მაღალი. აი ვინ მოიტყვანს პოლიტიკურ გაზაფხულს? ყველაფერი გამიგია ჩემო ბატონო. ხო, დიახ, ბევრი ქვეყნის ლიდერის ცხოვრებისთვის გადამიხედავს და მათ მოღვაწეობაში წინ გადადგმული ნაბიჯებიც მინახავს. უკან გადადგმულიც თქვენ წარმოიდგინეთ და უკან მიდევნებული ლამპარიც მინახავს, მაგრამ უკან მიდევნებული ოფიციალური საიტიც თუ არსებობდა, არ მეგონა. პრეზიდენტის მიმართვაში ჩასწორებული ტექსტი 2 მაისს ქუთაისში სტუმრობისას მიხეილ სააკაშვილმა ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრში შეკრებილ მოსახლეობას სიტყვით მიმართა და თქვა, რომ საბჭოთა კავშირის დროს სოხუმი საქართველოს შემადგენელი ნაწილი არ იყო და დასავლეთ საქართველოს კონტროლიდან იყო გასული. თუმცა პრეზიდენტის ვებგვერდზე ასეთი ჩასწორება გაჩნდა, თითქოს ის საქართველოს შემადგენლობაში არ იყო. ანუ ჩაემატა სიტყვა თითქოს. აი ამას კი აღარ გაპატიებ მაღალ. როდემდე შეიძლება შეკაიკაცო? კარგი, ახლა ამას წინათ ორგანოების მოკვეთა გაგზავნაზე ნათქვამის სიტყვა, ყველანაც ტელევიზიას რომ მოაჭრებინე და შენი საიტიდანაც რომ მოაღებინე, გაპატიე. ვიფიქრე ეს კაცი ახლა სიტყვის კაცია, თქვა მოიჭრიო და მოიჭრა თქო, მაგრამ ეს უკვე მეტისმეტია კაცო. დაფიქრდი ახლა რაღაცას რო ამბობ. თორემ რა აზრი აქვს ახლა სადამდე გაზდი ქვეყნის ბიუჯეტს? სულ რომ 30 მილიარდამდე აწიო, ისეთ რაღაცებს იძახი რომ 29 მილიარდის მიცემა მარტო შენი სიტყვის მჭრელ გამშალაშინებლებისთვის მოგიწევს კაცო. ხო აბა შენ ახლა ისეთებს ამბობ რომ მაგის გამოსწორებას კონფუცი თუ არა ჟან-ჟაკ რუსო მაინც ჭირდება კაცო. ისე რა ვიცი ხა დარბი ხარ და ამ ხალხს მარტო სიტყვის თქმის გამო იჭერდა. აგერ ბათიაშვილს რამდენიმე წელი ერთი სიტყვის გამო ახეხინე და არა და ეგრე საკუთარი სიტყვის ჩასწორება თუ მოსული პონტია, მაშინ იმისთვისაც გეცლია კაცო. იქნებ ისიც თითქოს ღალატობდა სამშობლოს და თითქოს უწევდა ინტელექტუალურ მხარდაჭერას მამან სამშობლოს მოღალატეებს. 3 მაისი პრესის საერთაშორისო დღე იყო და შესაბამისად საქართველოშიც აღინიშნა ეს დღე. დღეს არის პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღე, რომელსაც არაერთი ქვეყანა აღნიშნავს, მათ გაეროს ეგიდით უკვე რამდენიმე წელია და სწორედ აი ამ დღის აღნიშვნას უერთდებით ჩვენ სამოქალაქო სოლიდარობის კამპანია, სწორედ აი ამ აქციით. დღევანდელი ჩვენი აქციის მთავარი მოთხოვნა, სლოგანი, ლოზუნგი, გზავნილი არის ის, რომ ჩვენ ვიმსახურებთ თავისუფალ მედიას. ჩვენი ერთ-ერთი კონკრეტული მოთხოვნა ესეც არის, რომ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გააშუქოს აი თურმე რაში ყოფილა საქმე. ნაციონალური მედია საშუალებები არ გამოეხმაურნენ პრესის საერთაშორისო დღეს და არ გააშუქეს. სიმართლე გითხრათ, თავიდან ვერ დავიჯერე, მაგრამ შემდეგ გადავხედე ნაციონალური ტელევიზიების საინფორმაციო საშუალებებს და დავწმუნდი, მაგრამ რას ნიშნავს ეს, ხა? ესენი არ არიან პრესის და მედიის წარმომადგენლები? სხვა პლანეტიდან მოფრენილები არიან და არ იციან რას წარმოადგენენ? არა, ეხლა თავად ვერ ხვდებიან, მაგრამ ჩვენ კი ვიცით, ვინც არიან. ისე კაცმა რო თქვას, ეხლა მედიის წარმომადგენლებად კითვლიან თავს, იმიტომ რომ ეხლა მასმოდას ეგენი არტოვებენ და მედიატუსოვკებზეც არიან წარმოადგენლები, თუმცა მაინც რადგან არ გააშუქეს პრესის დღე, გამოდის რომ არ მიიჩნევენ პრესისა და მედიის წარმომადგენლებად თავიანთ თავს, ხო?
მე უკვე ძალიან მაინტერესებს მაშინ რად მიაჩნიათ მაგ მედია საშუალებებს საკუთარი თავი. მე მაქვს ინკების კალენდარი, რომლის მიხედვითაც მრავალი საინტერესო დღე აღინიშნება და სწორედ ამ კალენდარის მიხედვით ზეგ არის ახლა პირდაპირ ეთერში ვერ ვიტყვი რისი საერთაშორისო დღე. ხო და ზეგ ერთი უნდა ჩაუჯდე ნაციონალ არხებს და ვნახო ეხლა მიიჩნევენ თუ არა თავს ვალდებულად ეს საერთაშორისო დღე გააშუქო. და თუ არ გააშუქეს, მაშინ სხვა საერთაშორისო დღის აღნიშვნას დაველოდები. იქნებ იმის წარმომადგენლები მაინც გამოდგნენ. პირდაპირ აღარ ვიცი ამ ინფორმაციას რა დავარქვა. სკანდალური ინფორმაცია, ხალხური ინფორმაცია თუ უბრალოდ ნერწვის მომგვრელი და მადის აღმზრელი. მაგრამ მაინც პოლიტიკური ინფორმაცია, ხო, რა. თუმცა იცით რა, აგერ ინფორმაცია და თქვენ თვითონ განსაჯეთ. 9 და 20 ლიტრი ღვინო რუსთაველ ამომრჩევლებს. სტატიას ამგვარი სათაურით საინფორმაციო სააგენტო პრესა GTV გამჭვირვალობა საქართველოზე დაყრდნობით არსებობს. ციტატა სტატიიდან. რუსთავის საკრებულოს წევრმა ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან თამას გველუკაშვილმა სააღდგომოდ ქალაქის რამდენიმე უბანში საჩუქრად 9 და ღვინო გააგზავნა. აი ხალხო, ეს არის ჩვენი დასავლური დემოკრატიული და ლიბერალური ღირებულებებისკენ სწრაფის უტყუარი ნიშანი. ხო, არ მოგესმათ, არა, სწორედ რომ ლიბერალური ღირებულებების პროპაგანდას ემსახურება ეხლა ეს ამბავი. აბა რა ვქნათ ეხლა? რამდენიც არ უნდა იძახოს შემა მაღალმა სიტყვის, სინდისის, პრესის და ინდივიდის თავისუფლებას ემსახურებიო, მაინც ვერ გააგებინებს უბრალო ხალხს რა ქვეყანას აშენებს, რადგან ჩვენი ხალხი ჯერ კიდევ გაუნათლებელი და ბნელია. და სწორედ ამ გარემოებების გამო უბრალო ხალხთან, ესე იგი, მიდის მათივე უბნელი, უბრალო ჯიგარი, პურისჭამელი დეპუტატი და ეუბნება ლიბერალურ დემოკრატიული ქვეყანა. ის არის, სადაც თქვენ ხელში გაზრდილი ბიჭი, თქვენი სისხლი და ხორცი გადეპუტატების მიუხედავად თავის შინაურებს არ ივიწყებს და სასტავში 9 და 20-იანს კისრულობს. თან იქვე ამატებს რომ წავიდა ის ძირმომპალი დრო, როდესაც გაზულუქებულ ჩინოვნიკებს ბიჭებთან მარტო ლუდი და თევზი ამოქონდათ, ხო? ახლა რა თქმა უნდა თვითმმართველობისა და შიდა პარტიული დემოკრატიის გათვალისწინებით ცალკეულ დეპუტატს გარკვეული ესე იგი თავისუფლებაც აქვს. უნდა ათუხთუხებულ ჩაკაპულში მეტ ტყემალს მიცემს და ამით დაადასტურებს რომ უფრო ანგლოსაქსური ლიბერალიზმისკენ იხრება და თუნდაც საერთოდ არ მიცემს ტყემალს და ამით ცხადყოფს რომ უფრო ფრანგული, ცოტაოდენ ანარქიული ლიბერალიზმი იზიდავს. ისე ლიბერალიზმზე ამდენმა ესე იგი უბრალო საუბარმა ცოტა არ იყოს და მადაზე მომიყვანა, ხო და ისა მოკლედ წამოსერგო რა ლიბერალ ბიჭებთან მეც მაქვს 9 და 20-იანი 5 კარტა ბურაში მოგებული და წავიდეთ ბუნებაში გავიდეთ კაცო მე ყელს მოვაჭრი შენ ჩამოატყავე და თვითონში გავწიოთ თორემ გაჩრა კაცო გაჩრა ეს ლიბერალიზმი ახლა ბების ეთერს კვირის განმავლობაში გამოთქმულ 10 საუკეთესო აბსოლუტმობ იცინიან და იცინიან პოლიტიკოსები მე-10 ადგილი ჩვენთან ცუდი საგადასახადო სისტემაა. გასულ კვირას მე ვიმყოფებოდი საქართველოში და ამიტომ ვერ მოვედი თქვენ შოუში. უნდა ნახოთ ეს ადგილი. საქართველო წარმოუდგენლად წინ მიდის. მე-9 ადგილი. ამ პარკის აღდგენა დაგვავალა, მე არ მინდა თქვა რომ გთხოვა, იმიტომ დაგვავალა, ჩვენ ვიღებთ ხოლმე დავალებებს თქვენგან და სალაცო ჩვენ გთხოვთ ხოლმე რაღაცეებს, მაგრამ თქვენ გვავალებთ. რუსთაველმა პედაგოგმა ქალბატონ ნათელას ხიტლაძემ. მე-8 ადგილი. რაც ხდება დღეს, ეს არის მართლა საუკეთესო ის მდგომარეობა, რომ მე ხელ თვლი ჩემ თავს, ნუ როგორ გითხრა, რომ ვიღაცას ან უნდა გამოვადგე, ან კიდე ვარცებო. მე-7 ადგილი. ჩვენ დახვდათ დანგრეული, გაძვალტყავებული ქვეყანა. გრევის შეჩერებაც მიღწევა იქნებოდა. მე-6 ადგილი. ეს არის თავიდან ბოლომდე კერძო ინვესტიცია, სახელმწიფო ფული პრაქტიკულად აქ დახარჯულა და ეს არის იმისათვის, რომ ამან ერთის მხრივ მოიტანოს ფული, მაგრამ ძალიან გრძელვადიანად ეს არ არის ჩქარა ამოღებადი ფული, მაგრამ მეორეს მხრივ მოიტანოს ის ოპტიმიზმი, ის ენერგია, ის დრაივი, რომელიც საქართველოს დააყენებს ფეხზე საბოლოო ჯამში ყველაფერ ერთად. მე-5 ადგილი. ეს საქართველოს სოფლიოში საუკეთესო ადგილია იმისათვის, რომ დააბანდოთ თქვენი ფული. მე-4 ადგილი. აი ამ თუნდაც ამ პარლამენტის გარშემო და ქუთაისის გარშემო ამ აეროპორტთან რომელიც აკეთდება, მარტო ის კი არა რომ თქვა ადმინისტრაციული ცენტრი, მარტო კურორტების ისეთი ქსელი, რომელიც შეშურდება სოფლიოს ნებისმიერ ყველაზე უფრო ტურისტულ ქვეყანასაც კი.
მესამე ადგილი. ახლა თქვენ იხილავთ დოკუმენტურ კადრებს კრიმინალ ოლიგარქ ივანიშვილის შეკვეთით 2007 წლის თებერვალში როგორ გამოასახლა კილერმა მერაბიშვილმა ლეიბორისტული პარტიის ლიდერის და ნინო ნატელაშვილი ოჯახითურთ საკუთარი სახლიდან. მეორე ადგილი. დღეს საქართველოს აქ ნაკლები ვალი ვიდრე ქონდა შევარდნაძის დროს ერთიან ეროვნულ პროდუქტთა მიმართებაში. პირველი ადგილი. ეს გახდათ განაცემა ყოველდღიური აბები ვასიკოვიჩვილისგან. ნუ მიიღებთ სხვა აბებს.